გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე. გლოვის დღეები ქვეყანაში პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის კვირას 22 მარტს სიონში დაკრძალავენ. სასულიერო პირების თქმით ეს თავად პატრიარქის სურვილი იყო. დაკრძალვას დაესწრება მსოფლიო პატრიარქი, ინფორმაციას გვიდესტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოვლად უწმინდესმა ბართლომემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად თავისი გულითადი სამძიმარი გამოხატა. სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია, შესაბამისად მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში პატივი მიაგონ უწმინდესის ხსოვნას. გიორგი აბაზაძე გვერდდება სამებიდან. გრძელი რიგები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა და ამ წუთებშიც პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად მოდის არაერთი ადამიანი. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე კი ტაძარში დაწესდა გარკვეული რეგულაციები. პატრიარქი, რომლის მოღვაწეობის დასაწყის ბევრი ქარში დანთებულ სანთელს ადარებდა, ზოგიც კი ამბობდა, რომ პატრიარქმა ილიამ სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. თუმცა თავად უწმინდეს თავმდაბლობით არაერთხელ აღონიშნავს, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ მის პატრიარქობას ადარებდა მზიან ღამეს და სახსოვრად დაგვიტოვა, რომ მზიანი ღამე მალე გათენდება. პატრიარქი, რომელიც ერის გაერთიანების სიმბოლოდ იქცა. ილია მეურის მოღვაწეობის შესახებ ბევრს დაწერს ისტორია, თუმცა მისი სახელი ისტორიაში მის საქმეებთან ერთად ჩაიწერება იმითაც, რომ ის იყო პირველი პატრიარქი, რომელიც ასე ხანგრძლივად იჯდა საპატრიარქო ტახტზე. სამებაში მოვედი მე დღეს პატრიარქს რომ გამომემშვიდობო, პატივი მივაგო ბოლოჯერ, ყველას დაგვწყვიტა გული და მათ შორის მეც მართლა დიდი გულის ტკივილია ჩემთვის და შევთხოვ რომ იქიდანაც ილოცოს თითოეული მართლმადიდებლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მოვედი იმიტომ რომ ყველა ქართველის ვალია მგონია მის მიმართ მოწიწება გამოხატოს სამძიმრით. მისი თხოვნა იყო რომ სადაც დაიბადება ადამიანი, იქ უნდა იღვაწოს და საკუთარ სამშობლოს ემსახუროს. ეს შთაგონებები ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. თავკარგეთ უდიდესი ადამიანი, ჩემი სამი შვილის ნათლია იყო. მასობრივი ნათლობებით ხელი შეუწყო შობადობის ზრდას. მახსოვს ასევე სიონის საკვირაო სკოლა, სადაც დავდიოდი ბავშვობაში და ხშირად ველოდებოდი ხოლმე სიონის გამოსასვლელთან, რომ დალოცვა მიმეღო მისგან. ეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მატყობინებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეპარქიიდან რომ მოემგზავრება, მოყავთ ბავშვებიც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია, საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი. ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ხა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შემოსასვლელი კარიბჭე, გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან უნდა გამოვიდეს და არავინ დაიბნეს, ვინც მოვა, ამას ის მაშინვე ადვილად გააცნობიერებს და ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი. საქართველოს 151 პატრიარქის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება გაიგზავნა ყველა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას. თბილისში ელოდებიან ეკლესიების მეთაურებს და როგორც უკვე მოისმინეთ, თავისი დროის თანამებრძოლს პირადად დაიტირებს და გამოეთხოვება მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც ილია მეორის მიაგებს უკანასკნელ პატივს. კვირას დილით დაიწყება საღმრთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც უწმინდესსა და უნეტარეს ღვთაემთავრები მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით წესს აუგებენ. გიორგი აბაზაძე გვერდებოდა სამებიდან პირდაპირ ეთერში. 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვისაც. გადაწყვეტილება სახელმწიფო კომისიამ მიიღო, ამავე გადაწყვეტილებით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზა, დაინიშნება დამატებითი რეისები. წმინდა სინოდი სრულიად საქართველოსადმი მიმართვას აქვეყნებს. სინოდი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს პატრიარქის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში უნდა გამოვლინდეს. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო. გისამძიმრებთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას.
მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდებოდა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა. იგი ჭეშმარიტად იყო არის და იქნება მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული 60 გულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისგან შემოbrunება მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივმონიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 59 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა იგი. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ მისი უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაცაა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც განგვაძლიერებს სულიერად და განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფეო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას. დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად, ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტეს მიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს იღებს ხელისუფლების პირველმა პირებმა სამძიმრის წერილები მიიღეს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. სოფო ბერიძეა დეტალებით პირდაპირ ეთერში. გლოვის მეორე დღეს სახელმწიფოს პირველი პირები სამძიმრის წერილებს იღებენ მსოფლიო ლიდერებისგანაც და მათ შორის რა თქმა უნდა სამძიმრის წერილებს იღებენ მეზობელი ქვეყნების ლიდერებისგან. ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. მაგალითად თურქეთის პრეზიდენტმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც სამძიმრის წერილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისისა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეებისგან მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მეზობელი ქვეყნის ლიდერები წერენ, რომ დიდი მწუხარებით მიიღეს ცნობა გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის გარდაცვალების გამო. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო, წერს სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე. დიდი მწუხარებით მივიღეთ გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათა შორისი დიალოგის ხელშეწყობაში. აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისგან მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს. დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე ჩემი სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას ეხმიანება მსოფლიო პრესა. მათ შორის ეპოქალური ადამიანის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა წმინდა საყდრის ოფიციალურ გამოცემა ვატიკან ნიუსში. გამოცემა იხსენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რომში და სხვადასხვა დროს რომის პაპების თბილისურ ვიზიტს. ჩვენ ხვდებით, როგორც ძმები ილია მეორესთან შეხვედრის დროს ეს სიტყვები რომის მაშინდელმა პაპმა იოანე პავლე მეორემ თქვა. უკვე ცნობილია, რომ საქართველო ელოდება სტუმრებს 22 მარტს, მათ შორის დადასტურებულია, რომ საქართველოში ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. საქართველოში წმინდა საყდრის დესპანმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ილია მეორის გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა ბელგრადში საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სერბეთის პატრიარქმა. სამძიმრის წერილში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორეს საყვარელი ძმა და ქართველი ხალხის დაუვიწყარი მამა უწოდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს წმინდა სინოდსა და ქართულ მრევლს სამძიმრის წერილი გაუგზავნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა იგნატიუს აფრემ მეორემ. ტირანის დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე კი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორე გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით და მრევლისადმი სიყვარულით. პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის გამტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმინდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით ვაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და 6 პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში. თქვენო მაღალო ყოლად სამღვდელო ესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ მე-14 საქართველოში წარმომადგენლობის სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად უსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართულ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო, საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე უფალო და ამყოფე მარადიულ ნათელში. განსაცდელისა და ცვლილებების ჟამსის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულოს სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს. ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით უსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას წმინდა სინოდს და მთელს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ილია მეორემ ეკლესიის მართვა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაიწყო და საკუთარ სამწყსოს თავდადებითა და კეთილგონიერებით უძღვებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას. ქრონიკა 11-ზე დასრულებულია, ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით დროებით.